ისაუბრებს მანამდე კი თბილისის მერიის მოხელეთა ტესტირების პირველი ეტაპის შესახებ, რომელიც უკვე დასრულებულია. 486 აპლიკანტიდან ბარიერი 196-მა გადალახა. რეგისტრირებული სულ 563 მოხელე იყო, თუმცა 77 მათგანი დღეს გამოცდაზე არ გამოცხადებულა. მერიის მოხელეთა ატესტაციის მეორე ეტაპზე აპლიკანტებს გასაუბრება ჩაუტარდებათ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები ტესტირებაზე და რას აცხადებენ ატესტაციაზე გასული მერიის თანამშრომლები. ამის შესახებ უკვე ირინა კეჭაყმაძე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. ირინა გისმენს. დიახ ირაკლი, მერიის თანამშრომელთა ტესტირების პროცესის დასრულების შემდეგ თითეული მათგანი ჩვენთან საუბრისას აცხადებდა, რომ ტესტები საკმაოდ რთული იყო, თუმცა მერიის მხრიდან დაწესებული ზღვარი მათთვის ძალიან მაღალი იყო. მე შეგახსენებთ, რომ სულ მონაწილეობდა 486 ადამიანი, რეგისტრირებული 563 აპლიკანტიდან და აქედან ვერ გადალახა მერიის მიერ დაწესებული ზღვარი 60%-მა. ზღვარიც იყო მაგალითს და სირთულეს თავისთავად ადილი რო ყოფილიყო 60-ზე სამოუხსნელე, ხო? ყველაზე რთული რომელი ნაწილი იყო გამოტესტირების კითხვის? ახლა ეგ ინდივიდუალური არის. კანონები იყო რთული, დასაფიქრებელი იყო კანონებიდან. მათემატიკური ნაწილი სხვათა შორის არ მოველოდი და არ იყო ჩემთვის რთული. არც ვერბალური, ცოტა ვერბალურ ნაწილში გავიჭედე, მაგრამ პანჯვის ფასაც დაიწყო 42 ძალიან სამწუხაროდ. მე პირადად ავიღე 51 ქულა, საკმაოდ რთული დონის შეკითხვები იყო, განსაკუთრებით ზოგადი უნარების ნაწილი, რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, უბრალოდ ტექსტის გაანალიზებას უნდებოდი, ცოტა დამჭირდა შედარებით დიდი დრო, თორე დანარჩენი ახალი რაღაც ჩემთვის სიახლეს არ წარმოადგენდა. 486-მა აპლიკანტმა მიიღო მონაწილეობა. აქედან ბარიერი გადალახა, რო არ შემეშალოს 196-მა აპლიკანტმა. რაც გამოცხადებული აპლიკანტების რაოდენობის 40%-ია. თუ თქვენ გეჩვენებათ, რომ მცირეა რაოდენობა აპლიკანტებისა, რომელმაც ბარიერი ვერ გადალახა, მაღალი თამასის შემთხვევაში და მე პირადად ვფიქრობ, რომ 75%-იანი თამასა მაღალია, ეს მერიის დაწესებული თამასა, ასეთ შემთხვევაში ნამდვილად არ არის ცუდი შედეგი, 40% ნამდვილად კარგი შედეგია. მერიის მოხელეთა ატესტაციის პირველ ეტაპს სრულად უცხადებს უნდობლობას ნაციონალური მოძრაობაში აცხადებენ, რომ ეს პროცესი მაღალი ზედაზღვარი, მაქსიმალურად მაღალი შესაძლებლობიდან გამომდინარე განპირობებულია სწორედ მათი წინასწარ გაცხადებული სუბიექტური დამოკიდებულებით მაქსიმალურად ბევრი ადამიანი გაეყარა თბილისის მერიიდან, იმიტომ რომ მათ ყავთ ბევრი მეგობარი და ნათესავი დასასაქმებელი. ამაზე ჩვენ საუბრობთ უკვე რამდენიმე თვეა და კონკრეტული შედეგიც ახლა. მერის გადაწყვეტილებით ჩვენ ვნერგავთ ყველაზე მაღალ სტანდარტებს ჩვენს სისტემაში. ამიტომ მიიღო ერთთან კონსულტაციით საკონკურსო საატესტაციო კომისიამ გადაწყვეტილება, რომ ყოფილიყო გამსვლელი ქულა 45. ვფიქრობ, რომ 60 კითხვიდან, საიდანაც სავალდებულო კანონმდებლობიდან არის კითხვები და ზოგადი უნარჩვევების შესახებ არის კითხვები, 60 კითხვიდან 45 ის აუცილებელი მინიმუმია, რაც თითოეულმა თანამშრომელმა უნდა იცოდეს.